971 ამოცანა. ერთსა და იმავე დროში ერთი მათემატიკური ქანქარა ასრულებს 50 რხევას, მეორე კი 30 რხევას. იპოვეთ მათი სიგრძეები თუ ერთი მათგანი 32 სანტიმეტრით მოკლეა მეორეზე. ჩავწეროთ, რომ n1 არის 50, n მეორე არის 30. და დელტა L, ეს არის სიგრძეების სხვაობა, არის 32 სანტიმეტრის ტოლი. უნდა ვიპოვოთ, ერთდაიგივე დროში ერთი ქანქარა 50 რხევას ასრულებს, მეორე 30-ს. გავიხსენოთ რხევის პერიოდის ფორმულა მათემატიკური ქანქარისთვის, ეს არის 2π ფესვი L შეფარდებული ჟ-ზე, ხო? მეორე სრული პერიოდი, ეს არის დრო შეფარდებული n-ზე. შევიტანოთ აქ t გაყოფილი n დიდზე არის 2π ფესვი L ჟ-ზე. ეხლა დავუკვირდეთ ერთ რამეს. თუ ქანქარა, ესე იგი, რომელიც უფრო გრძელი არის, ხო? იმისი რხევათა რიცხვი ერთდაიგივე დროში უფრო ნაკლები იქნება. ამიტომ პირველი ქანქარა, ესე ჩავთვალოთ, რომელიც ასრულებს n1 უდრის 50 რხევას, ის უფრო მოკლეა. ამიტომ L1-ისთვის შეგვიძლია დავწეროთ, რომ ეს არის L2 მინუს 32. ეს უნდა გავითვალისწინოთ. ესე იგი, ჩავწეროთ ახლა ეს ფორმულა ორივე ქანქარისთვის. Tn1 არის 2π ფესვი L1 ჟ-ზე. ხოლო Tn2 არის 2π ფესვი L2 ჟ-ზე. გავყოთ ერთმანეთზე, მექნება n2-ის n1-თან შეფარდება, იქნება კვადრატული ფესვი L1 L2-თან. ამდა აქედან n2, აქ შევიტანოთ, ესე იგი n2 n1-ზე არის კვადრატული ფესვი L2 მინუს 32 გაყოფილი L2-ზე. ავიყვანოთ ორივე მხარე კვადრატში, მექნება n2-ის კვადრატი n1-ის კვადრატზე უდრის L2 მინუს 32 L2-ზე. ახლა აქედან ჯვარედინად გადავამრავლოთ n2-ის კვადრატი L2-ზე, ტოლი არის n1-ის კვადრატი L2-ზე, მინუს n1-ის კვადრატი 32-ზე. ესე იგი, ეს წევრი აქეთ გადავიტანოთ ეს იქით, n1-ის კვადრატი 32-ზე უდრის n1-ის კვადრატს მინუს n2-ის კვადრატი L2-ზე. აქედან L2 უდრის n1-ის კვადრატი 32-ზე, n1-ის კვადრატს მინუს n2-ის კვადრატი. L2 თუ დავადგინეთ, L1 იქნება ამას გამოკლებული 32. 972 ამოცანა. 2.5 მეტრი სიგრძის მათემატიკური ქანქარა ირხევა 10 სანტიმეტრის ტოლი ამპლიტუდით. დაწერეთ მოძრაობის გამტოლება x-ის ტ-ზე დამოკიდებულების ფორმულა. ესე იგი, L სიგრძე არის 2.5 მეტრი. ამპლიტუდა x0 არის 10 სანტიმეტრი. უნდა დავწეროთ x-ის ტ-ზე დამოკიდებულების ფორმულა. რხევისათვის გვექნება x არის x0 კოსინუს 2π შეფარდებული პერიოდზე გამრავლებული t-ზე, იმიტომ რომ კოსინუს ომეგა t არის. 2π გაყოფილი პერიოდზე მათემატიკური ქანქარისთვის იქნება ფესვი ჟ-L-ზე. და ამიტომ x-ისთვის გვექნება ეგეთი გამტოლება x0 კოსინუს
ფესვი ჟ-ელზე და გამრავლებული ტ-ზე. ხო, თუ შევიტანთ მნიშვნელობებს, იქნება 0,1 მეტრი კოსინუს კვადრატული ფესვი 10 გაყოფილი 2,5-ზე გამრავლებული ტ-ზე. ესე იგი 10 რო გავყოთ 2,5-ზე ეს 4 გამოვა 0,1 კოსინუს 2 ტ. ესეთი განტოლება გამოგვივა. ცხრა 73 ამოცანა. რამდენჯერ შეიცვლება ქანქარის სხევის პერიოდი რაკეტაში, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან ვერტიკალურად ზევით 30 მეტრ² აჩქარებით იწყებს მოძრაობას. ეს აჩქარება არის 30 მეტრ/წამკვადრატი და როგორ შეიცვლება მათემატიკური ქანქარის პერიოდი, ესე იგი t პირველი t-სთან უდრის კითხვის ნიშანს. საქმე ის არის, რომ როდესაც თქვათ რაღაცა რაკეტაში რაღაცა მასის სხეული გვაქვს, ხო? მისი წონა იზრდება. რატო? ესე იგი მოქმედებს mg ძალა, მოქმედებს n რეაქციის ზალა და მათი ტოლქმედი ანიჭებს აჩქარებას, რომელიც ზევით არის მიმართული. აბა დავწეროთ. ნიუტონის მეორე კანონი n + mg უდრის m-ას. ეს რო დავაგეგმილოთ აი ამ აჩქარების მიმართულებაზე, მექნება n - mg უდრის m-ას. აქედან n-ი არის mg + a. ესე იგი ეფექტურად გამოვიდა, რომ თითქოს g გაიზარდა. ასე რომ პერიოდისთვის გვექნება ფორმულა აი t პირველისთვის 2p ფესვი l g + a-თვის. ხო, თუ რაკეტა აჩქარებულად არ მოძრაობს ვერტიკალურად ზევით, მაშინ იქნება 2p ფესვი l g-სთან. რო გავყოთ t1 t-სთან, გვექნება ფესვი g გაყოფილი g + a-ზე. აი ესეთი გამოსახულება მიიღება. ცხრა 74 ამოცანა. ძაბზე დაკიდებული m მასის ბურთულა ირხევა. როგორ შეიცვლება რხევის სიხშირე, თუ ბურთულას მივანიჭებთ q დადებით მოვღწს და მოვათავსებთ e დაძაბულობის ერთგვაროვან ელექტრულ ველში, რომლის ძალწირებიც ვერტიკალურად ქვევითაა მიმართული. აი წარმოვიდგინოთ, რომ ძალწირები ვერტიკალურად ქვევითაა მიმართული. აი ეს არის ეს ჩვენი ქანქარა. მაგაზე, ესე იგი, ახლა სიმძიმის ძალის გარდა იმოქმედებს, ესე იგი, ელექტრული ველის ძალა, რომელიც ქვევით იქნება მიმართული. ასე რომ ის დაჭიმულობის ძალა, ანუ წონა ამ დროს გაიზრდება. მოდით ეს n-ით ავნიშნოთ. და ახლა წონა იქნება რისი ტოლი, ესე იგი, n-ი ტოლი იქნება mg-s + q-e. რო გავიტანოთ მასა ფრჩხილებს გარეთ, იქნება g-s + q-e შეფარდებული m-ზე. ესე იგი, ეს იმის მაუწყებელია, რომ თითქოს ფორმალურად თითქოს g აი ამ სიდიდით გაიზარდა. ამიტომ თუ საწყისი პერიოდი იყო 2p ფესვი l g-სთან, აი ამ ველში მოთავსებისას და ბურთულას დამოხტვის შემთხვევაში იქნება 2p ფესვი l g + q-e გაყოფილი m-ზე. აი ესეთნაირად შეიძლება ნახოთ, რომ პერიოდი ესე იგი, რადგან g გადიდდა, ეს ნიშნავს, რომ პერიოდი შემცირდება. 965 ამოცანა. 400 გრამი მასის ტვირთი ასრულებს რხევებს 250 ნიუტონი მეტრი სიხისტის ზამბარაზე. რხევის ამპლიტუდა 15 სანტიმეტრია. იპოვეთ რხევის სრული მექანიკური ენერგია და ტვირთის მოძრაობის უდიდესი სიჩქარე. ხო, ჩავთვალოთ, ესე იგი, ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი, მასა არის 400 გრამი,
ანუ ეს არის 0.4 კილოგრამი. სიხისტე არის 250 ნიუტონი გაყოფილი მეტრზე. რხევის ამპლიტუდა x ნულოვანი არის 15 სანტიმეტრი. იპოვეთ რხევის სრული მექანიკური ენერგია და ტვირთის მოძრაობის უდიდესი სიჩქარე. ესე იგი V მაქსიმალურს გთხოვენ და გთხოვენ ესე იგი მექანიკური ენერგიის სრულ მექანიკურ ენერგიას. ეხლა თუ ზამბარა მაქსიმალურად არის გაჭიმული, მაგ მდგომარეობაში სიჩქარე არის 0-ის ტოლი. ესე იგი იმ შემთხვევაში თუ x უდრის ამპლიტუდას, ამ დროს V 0-ის ტოლია. ესე იგი ამ დროს კინეტიკური ენერგია, აი W კინეტიკური 0-ის ტოლი არის. სამაგიეროდ პოტენციური ენერგია არის მაქსიმალური. და ის არის დრეკადობის ენერგიის ტოლი K x0 ნახევარი. ასე რომ სრული ენერგია ესეთნაირად შემიძლია ვიპოვო. მეორე მხრივ, როდესაც თქვათ გაჭიმული მდგომარეობიდან, მაქსიმალურად გაჭიმული მდგომარეობიდან ზამბარა წონასწორობას გაივლის, წონასწორულ მდგომარეობაში x არის 0-ის ტოლი. სამაგიეროდ სიჩქარე არის მაქსიმალური. ამიტომ კინეტიკური ენერგიაც მაგ დროს მაქსიმალურია. ესე იგი mv მაქსიმალური კვადრატ ნახევარი უდრის kx0 ნახევარს, იმიტომ რომ მაქსიმალური პოტენციური კინეტიკური ენერგია დაემთხვევა მაქსიმალურ პოტენციურს. ეს ორები გაიკვეცება და v მაქსიმალურის კვადრატი იქნება k გაყოფილი m-ზე x0 კვადრატი. ანუ v მაქსიმალური არის x ნულოვანი ფესვი k გაყოფილი m-ზე. აი ესეთი ფორმულა მივიღეთ. ხო, ეხლა 966. m მასის ნივთიერი წერტილი ნუ სიხშირითა და x ამპლიტუდით ირხევა. მასა არის მოცემული და სიხშირე ნუ და ამპლიტუდა მოდი ის x0-ით ავუნიშნოთ. x0-ით ირხევა. იპოვეთ წერტილის პოტენციური და კინეტიკური ენერგიების დროზე დამოკიდებულება. ესე იგი W კინეტიკურის T-ზე და W პოტენციური T-ზე დამოკიდებულების ფორმულა. და როგორია რხევის სრული მექანიკური ენერგია? W სრული არის კითხვის ნიშნის ტოლი. ხო, მოდით, ეს სხვადასხვანაირად შეიძლება ეს ამოცანა გავაკეთოთ, მაგრამ მოდით გავაკეთოთ ესეთნაირად. ჩავწეროთ რხევის გამტოლება. x არის x0 კოსინუს ომეგა t. მოდით გავაწარმოოთ ეს t-ი, ესე იგი x შტრიხი არის მინუს x0 ომეგა სინუს ომეგა t. ესე x შტრიხი ეს სიჩქარე არის. ასე რომ v არის მინუს x0 ომეგა სინუს ომეგა t. აი ეს სიდიდე ცხადი არის მაქსიმალური სიჩქარე. V იქნება მინუს V0 სინუს ომეგა t, სადაც V0 არის სიჩქარის ამპლიტუდა, ანუ მაქსიმალური სიჩქარე. მაქსიმალური სიჩქარე. ეხლა კინეტიკური ენერგიის ფორმულა, როგორც ვიცით, არის mv კვადრატ ნახევარი. აი აქ რო შევიტანოთ ჩვენ ესე იგი ეს სიჩქარის ფორმულა, გვექნება m ნახევარი ხო, დავწეროთ v0 კვადრატი სინუს კვადრატ ომეგა t. ამდა v0-ის მაქსიმალური მნიშვნელობა ეს არის x0 ომეგაზე, ეს არის m ნახევარი x0 კვადრატი ომეგა კვადრატ სინუს კვადრატ ომეგა t. ხო, ეხლა კინეტიკური ენერგიის მაქსიმალური მნიშვნელობა W კინეტიკურის
მაქსიმალური მნიშვნელობა დაემთხვევა სრულ ენერგიას. ასე რომ სრული ენერგიისთვის მივიღებთ ფორმულას თუ სინუს ომეგატეს ჩავთვლით 1 სტოლად. ასე რომ სრული მექანიკური ენერგია იქნება m ნახევარი x0 კვადრატი ომეგა კვადრატი. რაც შეეხება პოტენციური ენერგიას, ის შეიძლება ვიპოვოთ შემდეგნაირად: სრულ ენერგიას გამოვაკლოთ კინეტიკური ენერგია. ანუ m ნახევარი x0 კვადრატ ომეგა კვადრატს გამოვაკლოთ კინეტიკური m ნახევარი x0 კვადრატ ომეგა კვადრატ სინუს კვადრატ ომეგა t. ეხლა მე რო გავიტანოთ ჭხილების გარეთ, ნახეთ, აი ეს კოეფიციენტები ეს ერთნაირი არის. ამიტომ ეს იქნება m ნახევარი x0 კვადრატ ომეგა კვადრატი 1 მინუს სინუს კვადრატ ომეგა t. ხოლო 1 მინუს, გავიხსენოთ, რომ ესე დავწეროთ, რომ სინუს კვადრატ ალფა პლუს კოსინუს კვადრატ ალფა 1 სტოლი არის. ამიტომ 1 მინუს სინუს კვადრატ ალფა ეს არის კოსინუს კვადრატ ალფა, ეს ნებისმიერი ალფას შემთხვევაში გამოვა. ამიტომ W პოტენციურისთვის გვექნება, ესე იგი m ნახევარი x0 კვადრატ ომეგა კვადრატ კოსინუს კვადრატ ომეგა t. ასე რომ პოტენციური ენერგიის ფორმულა აგერ არის. სრული ენერგიის ფორმულა ეს არის და კინეტიკური ენერგიის ფორმულა აგერ მიწერია. არ აქვს მნიშვნელობა სხეული, თქვათ ეს ზამბარაზე იმყოფება თუ მათემატიკური განკარის სხევები არის. ეხლა თუ სიხშირეს მეშვეობით გვინდათ გამოვსახოთ, მაშინ ომეგა უნდა წარმოვიდგინო როგორც 2π ნიუ. ასე რომ ომეგა კვადრატი მექნება 4π კვადრატ ნიუ კვადრატი. ეს შემიძლია აქ შევიტანო და ნიუს მეშვეობით გამოვსახო ენერგია. 9.67. რამდენჯერ შეიცვლება მერხევი ქანქარის სრული მექანიკური ენერგია, თუ მის სიგრძეს 3-ჯერ შევამცირებთ, ხოლო ამპლიტუდას 2-ჯერ გავზდით. ესე იგი, L2 არის L1-ის მესამედი, ხოლო x02 არის 2-ჯერ x01. ესე იგი, ამპლიტუდა 2-ჯერ გავადიდეთ, სიგრძე შევამცირეთ, ესე იგი 3-ჯერ. ეხლა სიგრძე იმოქმედებს პერიოდზე. პერიოდი არის 2π ფესვი L ჟ-სთან, ხო? მოდი დავწეროთ, t პირველი არის L1 ჟ-სთან, t მეორე არის 2π ფესვი L2 ჟ-სთან, t1 შეფარდებული t2-თან იქნება ფესვი L1 L2-თან. ანუ ეს არის ფესვი, ესე იგი L1-ის მესამედი, ეს სამიანი ზევითავა. იქნება ფესვი 3-დან. ესე იგი t2 არის t1 შეფარდებული ფესვი 3-დან. პერიოდი მასადამე ფესვი 3-ჯერ გადიდდება. ამიტომ ციკლიური სიხშირე პირიქით ომეგა 2 იქნება ფესვი 3-ჯერ ომეგა 1. იმიტომ რომ მათი სხვაობა, ესა ომეგასა და t პერიოდს შორის კავშირი არის, ომეგა არის 2π გაყოფილი პერიოდზე. შებრუნებული სიდიდეები არის 2π სიზუსტით, არა ეგენი. ხოლო ეხლა სრული ენერგია რო ჩავწეროთ, თქვათ W პირველი, ეგ იქნება m ნახევარი x0 კვადრატი ომეგა 1-ის x01-ის კვადრატი ომეგა 1-ის კვადრატზე, ხოლო W2 არის m ნახევარი x02-ის კვადრატი ომეგა 2-ის კვადრატზე. გავყოთ ერთმანეთზე W1 W2-ზე, ეს m ნახევრები გაიკვეცება, გვექნება x01-ის კვადრატი ომეგა 1-ის კვადრატზე, x02-ის კვადრატი ომეგა 2-ის კვადრატზე. ესე იგი, x2 გვითხრეს, რომ 2-ჯერ x1 არის,
აი მოდით აი აქ დავწერთ, ნახეთ, აი აქ მაგ ადგილი, აი W1 W2-თან, ესე იგი x02 არის, წერო რომ არის 2-ჯერ ეს კვადრატში ავა 4 x01-ის კვადრატი x01-ის კვადრატი და ω2 არის ფესვის 3-ჯერ ω1, ესე იგი ეს 3-ჯერ ω1-ის კვადრატი ω1-ის კვადრატზე. ესენი გაიკვეცება და გამომივა 1/12. ცხრა 72. 80 კილოგრამი მასის ადამიანი ქანაობს საქანელაზე. მისი რხევის ამპლიტუდა 1 მეტრია. იგი 1 წუთის განმავლობაში 15 რხევას ასრულებს. იპოვეთ პოტენციური და კინეტიკური ენერგიები 1/12 პერიოდის შემდეგ. ჩვენ უკვე გვაქვს, ჩავწეროთ რომ მასა არის 80 კილოგრამი, რხევის ამპლიტუდა x0 არის 1 მეტრი, დრო არის 1 წუთი, ანუ ეს იგივე არის 60 წამი და რხევათა რიცხვი n არის 15. და გვეკითხებიან ენერგიებს თუ დრო იქნება პერიოდის მე-12 სტოლი. გავიხსენოთ რომ კინეტიკური ენერგიის ფორმულა W კინეტიკური მოიცემა ფორმულით m ნახევარი x0 კვადრატი ω კვადრატი სინუს კვადრატ ω-t, ხოლო პოტენციური ენერგია m ნახევარი x0 კვადრატი ω კვადრატ კოსინუს კვადრატ ω-t. ხო, ეხლა x0 მოცემული გვაქვს, ω არა გვაქვს მოცემული, მაგრამ ω შეიძლება ვიპოვოთ ფორმულით 2π შეფარდებული პერიოდზე. პერიოდი თავის მხრივ არის t გაყოფილი რხევათა რიცხვზე. ანუ ω-ის მაგივრად, სადაც დაგვჭირდება, შეგვიძლია შევიტანოთ, რომ ეს არის 2π n გაყოფილი t-ზე. ეს ω-ს რაც ეხება. ეხლა რაც შეეხება თქვათ კინეტიკურ ენერგიას, ან პოტენციური ენერგიას, ხო? W კინეტიკური იქნება m ნახევარი x0 კვადრატი, აი ეს ω არის 2π n t-ზე კვადრატში სინუს კვადრატ 2π გაყოფილი პერიოდზე გამრავლებული t-ზე. ჩვენ გვინდა პერიოდის მე-12. ამიტომ m ნახევარი x0 კვადრატი 2π n გაყოფილი t-ზე კვადრატში სინუს კვადრატ 2π მე-12. 2π მე-12 ეს არის π მე-6. ეს იგი სინუს კვადრატ π მე-6-ის აქ არა? π მე-6 ეს არის 30 გრადუსი. სინუს 30 გრადუსზე 1/2 არის. ამიტომ ეს იქნება 1/4. ასე რომ W კინეტიკურისთვის მივიღებთ აი ამ ფორმულას m ნახევარი x0 კვადრატი 2π n შეფარდებული t-ზე კვადრატში გამრავლებული 1/4-ზე. ეხლა პოტენციური ენერგიისთვის W პოტენციურისთვის აქ გვექნება კოსინუს კვადრატ π მე-6. ესე იგი ეს არის ფესვის 3-დან 2-ზე კვადრატში, ანუ გამოვა 3/4. ასე რომ W პოტენციური გამოვა m ნახევარი x0 კვადრატი 2π
n t-ზე კვადრატში 3/4-ზე. ხო, ეხლა 969 ამოცანა. 1 კილონიუტონი მეტრზე სიხისტის ზამბარაზე დაკიდებული ტვირთის რხევის ამპლიტუდა 2 სანტიმეტრია. იპოვეთ პოტენციური და კინეტიკური ენერგიები π-13 რადიანი ფაზის დროს. ეს იგი K არის 1 კილონიუტონი გაყოფილი მეტრზე. ამპლიტუდა x ნულოვანი არის 2 სანტიმეტრი და კინეტიკური და პოტენციური ენერგიები უნდა ვიპოვოთ π-13 რადიანი ფაზის დროს. W ფაზა φ არის π-13 სტოლი. გავიხსენოთ, რომ კინეტიკური ენერგია, თქვა, არის m/x0 კვადრატი ω კვადრატ სინუს კვადრატ φ და პოტენციური არის m/x0 კვადრატი ω კვადრატ კოსინუს კვადრატ φ, ხო? მეორე მხრივ ω კვადრატი ეს არის K გაყოფილი m-ზე. ეგ რო აქ შევიტანოთ, ესე იგი კინეტიკური ენერგიისთვის მექნება m/x0 კვადრატი მერე გამოვა K გაყოფილი m-ზე სინუს კვადრატ φ. აქ m-ები გაიკვეცება, ამიტომ გამომივა kx0 კვადრატი შეფარდებული 2-ზე სინუს კვადრატ φ. ხოლო პოტენციურისთვის ანალოგიურად იქნება kx0 კვადრატ ნახევარი კოსინუს კვადრატ φ. ეხლა თუ ფაზა არის π-13 სინუს π-13, ესე იგი ეს კვადრატში π-13 არის 60 გრადუსი, ეს არის სინუს 60 გრადუსზე 3/4 არის, ხოლო კოსინუს π-13 კვადრატში 1/2 არის, კვადრატში ავა და 1/4 იქნება. ნუ აქ შეგვიძლია ეს პირდაპირ შევიტანოთ და გამოგვივა გამოგვივა შესაბამისი რიცხვები. 970 ამოცანა. ზამბარიანი კანკარა გამოიყვანეს წონასწორობის მდებარეობიდან და ხელი გაუშვეს. რამდენ ხანში პერიოდის ნაწილებით გაუტოლდება მერხევის სხეულის კინეტიკური ენერგია ზამბარის პოტენციურ ენერგიას. მოდი ჩავწეროთ კინეტიკური ენერგიის ფორმულა, რომელიც უკვე ვიცით, არის m/x0 კვადრატი ω კვადრატ სინუს კვადრატ ω-t. და პოტენციური ენერგიის ფორმულა არის m/x0 კვადრატი ω კვადრატ კოსინუს კვადრატ ω-t. მოდი გავუტოლოთ ერთმანეთს, აი როდის მოხდება ეგა. ესე იგი m/x0 კვადრატ ω კვადრატი სინუს კვადრატ ω-t უდრის m/x0 კვადრატი ω კვადრატ კოსინუს კვადრატ ω-t. აქ ეს კოეფიციენტები გაიკვეცება და ჩვენ მივიღეთ, რომ სინუს კვადრატი უდრის კოსინუს კვადრატს. კი სინუს კვადრატ ω-t უდრის კოსინუს კვადრატ ω-t-ს. ორივე მხარე რო გავყოთ კოსინუს კვადრატ ω-t-ზე, მივიღებთ, რომ ტანგენს კვადრატ ω-t უდრის 1-ს. ანუ ტანგენს ω-t ან უდრის პლუს მინუს 1-ს. ეხლა როდის არის ესე იგი ტანგენსი 1 სტოლი? აი რო გავიხსენოთ ესე იგი ეს ერთეულოვანი წრეწირი, ესე იგი ან +1 არის, ან -1 არის. ან 45 გრადუსზე
მერე არის 90 პლუს 45, მერე არის 120 პლუს 45 და 360 მინუს 45. 45 გრადუსი ეს არის π მეოთხედი, ხო? ესე იგი, ერთი ვარიანტი არის, თქვათ, φ1, ომეგა, უпростоრად მოდით ესე დავწეროთ, ომეგა t ეს არის π მეოთხედი, ომეგა t1. ომეგა t2 არის π ნახევარს პლუს π მეოთხედი. ამდე შეგვიძლია დაგვეწერა იგივე რაც π-ის მინუს π მეოთხედი. ომეგა t3 არის π-ის პლუს π მეოთხედი და ომეგა t4 არის 2π-ის მინუს π მეოთხედი. ეხლა ამ ფორმულაში ომეგა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც 2π შეფარდებული პერიოდზე და აქედან აი ეს დროები პირდაპირ გავსაზღვროთ. ესე იგი თქვათ 2π პერიოდზე t1 არის π მეოთხედი, ეს π-ები გაიკვეცება და t1 გამოგვივა პერიოდის მერვედი. აი ანალოგიურად, ესე იგი შეგიძლიათ დანარჩენი t2, t3 და t4 დროის მონაკვეთები იპოვოთ.